გუშინდელ აქციას ოზურგეთში პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აფასებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტი სამოქალაქო და თვითნაბადია. ის არ არის პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული, მაგრამ პოლიტიკოსებს ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობები აქვთ და ის უნდა შეასრულონ. ძალიან მნიშვნელოვანია ის პერმანენტული პროტესტი, რაც უკვე 124 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და არა მხოლოდ ერთ ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე ეს რაღაცა საკრალური მნიშვნელობა შეიძინა ამ ქუჩის გადაკეტვა, მაგრამ ეს ბრაზი და ეს ბრძოლის ჟინი თუ გინდ რეგიონებში თუ ასე შემდეგ არსად არ გამქრალა და ყველა ცდილობს რომ რაღაცა საკუთარი რესურსით და ძალებით იბრძოლოს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაში გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკოსების ჩართულობას ამ პროცესში, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვხედავთ, რომ ეს პროცესი სრულიად არის სამოქალაქო საზოგადოების ხელში და ეს პროცესი არის, ეს პროტესტი თვითონ არის თვითნაბადი, რაღაცნაირი თვითორგანიზებული, თვითდინებადი და ამ პროცესს რაღაცნაირად არავის დამატებითი ბუსტი არ დასჭირვებია. რაც შეეხება პოლიტიკოსების მხარდაჭერას, ველოდებით უფრო მეტ ქმედით ნაბიჯებს მათგან, უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მეტ რაღაცა საუბარს ხალხთან და თავიანთი გეგმისა და ნაბიჯების გაცნობას. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესს კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა სჭირდება. ნაწილს კი ამერიკის და მეგობარი აქტის იმედი აქვს. ის არის უმნიშვნელოვანესი, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოქმედებები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ეტაპისთვის ჯერი არის და ბურთი არის პოლიტიკოსების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხარეს და მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში საჭიროა ისეთი რადიკალური ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს უკან დაიხიოს. ჩვენ ვხედავთ, რომ არაპირებს ხელისუფლება უკან დახევას და საერთოდ შეცდომა მგონია, როდესაც საუბრობთ, რომ აი კანონის სრული დაცვით ვიმოქმედოთ. რას ნიშნავს კანონის სრული დაცვა, როდესაც კანონს იღებს ოლიგარქი, საკუთარ ჯიბის მთავრობას მიაღებიებს კანონს და შემდეგ ეს კანონი უნდა თურმე აღასრულო. ეს კანონიც უნდა დავარღვიოთ, სხვა კანონიც უნდა დავარღვიოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, დავიცვათ ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდეს რუსეთის შემადგენელი ნაწილი და ამისათვის რაც ყველაზე მთავარია არის ერთობა საჭირო, ერთიანი ფრონტი, ერთიანი მიდგომა, ერთიანი რაღაცა ბრძოლის მექანიზმების შემუშავება. მე ვხედავ, რომ რაღაცნაირად ნაბიჯები გადაიდგა ამისკენ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცა მთლად მყარი არ არის ჯერ ეს ერთობა. ის, ვინც იბრძვის ოლიგარქიის წინააღმდეგ, უნდა გაერთიანდნენ ერთად და უნდა შეუტიონ ოლიგარქიას და თუ ადამიანების რაღაცა რაოდენობა და რაღაცა ჯგუფი, თქვათ, განსხვავებული პოზიცია აქვს, იმ ადამიანებს ღმერთმა ხელი მოუმართონ, თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით გააგრძელონ ბრძოლა, მთავარია ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ და მთავარია, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი საერთო მიზანი, ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ამ ქვეყნის განთავისუფლება ოლიგარქიული მმართველობისგან. ხელახალი ეროვნული მოძრაობა დასაწყებია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ამ სანქციების შედეგ და ეროვნული მოძრაობა იქნება საერთო სახალხო სოციალური აფეთქების ფონზე, აუცილებლად ჩვენ მივაღწევთ იმას, რასაც აი იმ ხალხმა 9 აპრილის თავშეწირებლებმა, შემდეგ სხვადასხვა ომებში დაღუპულმა ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა თავი შეწირა ამისათვის, დღევანდელი დღისათვის მე დარწმუნებულია იმ შეწირული ხალხს თავი არ შეუწირავს. ეს ბრძოლა თავიდანვე დასაწყისია.